გადაუმოწმებელი ინფორმაცია თუ მიზანმიმართული პროვოკაცია გამოცემა იზვესტიაში გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ ქართული ორგანიზაცია კავკასიის ფონდი სტრასბურგის სასამართლოში ჩივილს აპირებს. რუსული მედია საშუალება ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილი საქართველოსთან კავშირზე წერს. საუბარია ტამერლან ცარნაევზე, რომელიც გამოცემის ცნობით ქართულმა სპეცსამსახურებმა ამერიკელებთან ერთად ჩატარებულ სემინარებზე გადმოიბირეს. სტატიის ავტორი წყაროდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოპოვებულ დოკუმენტაციას ასახელებს. ძალოვანი უწყება იზვესტიას ცნობას კატეგორიულად უარყოფს. ბოსტონის ტერაქტის ერთ-ერთი მონაწილე ტამერლან ცარნაევი საქართველოში არასოდეს ყოფილა. შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში არასოდეს უმსახურია ვინმე გრიგოლ ჭანტურიას. ეს ძალოვანი უწყების პასუხია რუსული გამოცემა იზვესტიის სტატიაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამერიკის კავშირი არ გააჩნია რუსულ მედია საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციასთან, ინფორმაციაში მოყვანილ ფაქტებთან, რაც შეეხება ტამერლან ცარნაევს, ეს პიროვნება საქართველოში ნამყოფ არასდროს არ არის, ხოლო გრიგოლ ჭანტურია, ასეთი თანამშრომელი არასდროს არ ირიცხებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროში და არც ახლა ირიცხება. იზვესტიის სტატიაში ნახსენები კავკასიის ფონდი, რომლის საშუალებითაც ტამერლან ცარნაევის ეგრეთ წოდებული დავერბოვკება მოხდა, იზვესტიას საპროტესტო ნოტას უგზავნის. კავკასიის ფონდის პრეზიდენტი ამ სტატიას ორგანიზაციის წინააღმდეგ მიზანმიმართულ პროვოკაციას უწოდებს. მე კონკრეტულად არ ვიცი, შეიძლება სტრასბურგშიც ვიჩვენოთ ამის შესახებ. მორალური ის მოგვაყენეს დათმა, მაგითი რატომ ისწის მე გავიცი. იზვესტია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონდაზვერვის დეპარტამენტის საიდუმლო მასალებზე დაყრდნობით გავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად ბოსტონის ტერაქტის მონაწილე ცარნაევი ქართულმა და ამერიკულმა სპეცსამსახურებმა 2012 წელს კავკასიის ფონდის მიერ გამართული სემინარების დროს გადაიბარეს. რუსეთი ყოველთვის ცდილობდა წლების განმავლობაში საქართველოს დადანაშაულებას იმაში, რომ საქართველო ამზადებდა ტერორისტებს საკუთარ ტერიტორიაზე და მათ რუსეთის წინააღმდეგ მართავდა. შესაბამისად არის ეს იმ ხაზის გაგრძელება, რომელიც აქამდე იყო დაფიქსირებული. საინფორმაციო ომი. ასე აფასებს რუსული გამოცემის ამ სტატიას საპარლამენტო უმრავლესობა. ნაციონალური მოძრაობის წევრები კი მას საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების რუსეთთან ზედმეტად ლოიალური დამოკიდებულების ლოგიკურ შედეგს უწოდებენ. ეს სკანდალური ინფორმაციის გავრცელებაც მე ვფიქრობ უფრო მეტად საინფორმაციო ომის ნაწილია და აბსოლუტურად არაფერი არ აქვს საერთო რეალობასთან. ეს არის კონკრეტული, თქვათ, შედეგი, რაც შეიძლება მოყვეს თვითონ ქვეყნის შიგნით სრულად უპასუხისმგებლოდ ისეთ საკითხებით მანიპულირებას და ჟონგლერობას, როგორიც იქნება ლაფანყურის თემა თუ სხვა. კავკასიის ფონდის ხელმძღვანელობა რუსული გამომცემლობის წინააღმდეგ სტრასბურგში ჩივილს აპირებს. ფონდის პრეზიდენტი გივი ღამბაშიძე მშვიდობის დარგში 2013 წლის ნობელის პრემიაზეა წარდგენილი. რუსულმა გამომცემლობამ სულ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი სტატია მიუძღვნა ამ თემას, როგორც ჩანს, იზვესტია დაინტერესდა იმ გამოხმაურებით, რომელიც მათ სტატიას მოყვა საქართველოში. როგორც ამ გამომცემლობის სტატიაშია ნათქვამი, საქართველოში მათმა სტატიამ ისინი მოხარულები არიან, რომ საქართველოში მათმა სტატიამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დღეს ყველა საინფორმაციო საშუალებისა და საინფორმაციო სააგენტოს ნომერ პირველ თემად სწორედ მათი სტატია და ასევე იზვესტია აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი მიხეილ სააკაშვილს ამერიკაში ვიზიტის დროს შესაძლოა ბევრ უხელხმკითხვაზე მოუწიოს პასუხის გაცემამ, რაც ეხება ბოსტონელი ტერორისტის საქართველოსთან მიმართებაში დამოკიდებულებას და მის ეგრეთ წოდებულ დავერბოვკებას საქართველოში. იზვესტიის სტატია ტამერლან ცარნაევი ქართული ფონდის საშუალებით დაავერბოვკეს საინფორმაციო ბომბად იქცა თბილისში. ყველა წამყვანმა ტელეკომპანიამ და ყველა სააგენტომ ის დღის მთავარ თემად მიიჩნია. სკანდალმა შესაძლოა გაგრძელება ჰპოვოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამუშაო ვიზიტზე შეერთებულ შტატებში. ნათელია, რომ საქართველოს ლიდერს არასასიამოვნო კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს ამერიკისთვის მისი ქვეყნის როლზე ბოსტონის ტერორისტის საქმეში. როგორც ჩანს, ეს თემა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება და ვნახოთ უკვე რა შეფასებები მოყვება ამას თავად ამერიკელების მხრიდან. მადლობთ გიორგი, იზვესტიაში გამოქვეყნებული სტატიის შესახებ გიორგი მანჯავიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.